მოგესალმებით, ეთერშია ნიუსრუმი და დღის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს განვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, თუმცა ვიდრე დავიწყებთ დღევანდელ გადაცემას, მოდით ვნახოთ მოკლე საინფორმაციო ერთწუთიანი კოლაჟი, რომლის შემდეგაც კვლავ ეთერში დაგიბრუნდებით. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელყვალზე ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყვარელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1984 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მოხდარ დაპირისპირება შეესწრო და ვითარების განმუხტვა სცადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა, რომელიც ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხის საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუიშის საკუთარი მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა არარეგისტრირებული სახერხის საამქრო. 8 ოპოზიციურმა პარტიამ და სამოქალაქო ორგანიზაციებმა 19 ივლისს 19 საათზე საპროტესტო აქცია დაანონსეს. მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ქართული საზოგადოების უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება. მაშასე გიბრუნდებით ეთერში, როგორც გითხარით, სტუმრებთან ერთად უნდა განვიხილოთ ბოლო პოლიტიკური მოვლენები და რაც შეეხება უკვე უშუალოდ მოვლენებს, გუშინ გამოქვეყნდა ახალი კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ შედგენილი, რომლის თანახმადაც, მოკლედ, ახალი მონაცემები ვიცით პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით აღნიშნული კვლევის თანახმად, ქართული ოცნების ასევე კოალიცია ცვლილებისთვის და ბევრი სხვა, მოკლედ, პარტიის რეიტინგი გამოქვეყნდა ივნისისა და მაისის თვეებში. აქაც კი არის მცირე ცვლილებები ერთი თვის განმავლობაში და აი ამ თემაზე სასაუბროთ ახლა და ბევრ სხვა თემაზეც ასევე. სტუმრად გვყავს სოციოლოგი ნიაგო კაჭკაჭიშვილი. მოგესალმებით, ბატონო ნიაგო. პირველ რიგში საინტერესო იქნება, რამდენად ასახავს თქვენი შეფასებით აღნიშნული კვლევა იმ რეალიებს, რომელიც დღეს საქართველოში დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში. ასახავს, უბრალოდ კი არ ასახავს, არამედ კრიტიკულად ასახავს, შემიძლია ასე თქვა. და ზოგადად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და მოსახლეობის განწყობები არის თუ შეიძლება ასე ითქვას ობიექტური კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური აქტორები და სხვა აქტორებიც, არა მხოლოდ პოლიტიკური აქტორები უნდა ზომავდნენ საკუთარი ქმედებების ეფექტიანობას და ეფექტურობას. ეს არის თქო სოციოლოგიური კვლევების და გამოკითხვების ხიბლი, რომ ის იძლევა განწყობებს, საზოგადოებრივ განწყობებს, რომლებიც ხშირად შესაძლოა არ ემთხვეოდეს პოლიტიკურ პარტიათა დავარქვათ ასე სუბიექტურ ტენდენციურ ან მიკერძოებულ მოსაზრებებს. ეს კვლევა, რომელიც ჩატარდა ისე, როგორც მაისის კვლევა, საკმაოდ წარუმადგენლობითია, 2000 რესპონდენტი გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით და კვლევამ ბევრი საინტერესო შედეგი აჩვენა, ლინკი დევს ჩვენი ორგანიზაციის ვებზეც და სოციალური მედიითაც გავაზიარე ეს ლინკი. შთამბეჭდავი მონაცემებია და თან ამ საპრეზენტაციო ფაილს ახლავს ძირითადი მიგნებების ვრცელი ჩამონათვალი, ასე რომ ყველა შეუძლია გაეცნოს. მე შემიძლია ძირითად შედეგებზე გესაუბროთ, რასწორია ამ შედეგებს ახლა ყველას ვერ ამოვწურათ, მაგრამ ძირითად განწყობებზე ვიტყვი. აი თუ მთლიანობაში შევხედავთ ამ კვლევას, ერთი რამ ცხადია, რომ პრაქტიკულად ყველა საჭირბოროტო თემასთან თუ საკითხთან მიმართებით საქართველოს მოსახლეობაში ჭარბობს ოპოზიციური განწყობება. ეს ტენდენცია ოპოზიციური განწყობების სრულიად აშკარაა. ოღონდ ეს ოპოზიციური განწყობები სხვადასხვა ინტენსივობით მჟღავდება იმის მიხედვით, საქმე გვაქვს საქართველოს მთელ მოსახლეობასთან, საქმე გვაქვს თბილისის მოსახლეობასთან
საქმე გვაქვს რეგიონების მოსახლეობასთან, საქმე გვაქვს პროევროპული ოპოზიციის ამორჩევლებთან, თუ ქართული ოცნების ამორჩევლებთან. რასაკურველია ქართული ოცნების ამორჩევლები ყველაზე უფრო ლოიალურნი არიან ასეთ სახელისუფლებო პოლიტიკის მიმართ, ყველაზე უფრო კრიტიკულად განწყობილები არიან თბილისელები, თბილისის მაცხოვრებლები და პროევროპული ოპოზიციის ამორჩევლები. საქართველოს მოსახლეობა გახლავთ ასევე ოპოზიციურად განწყობილი, თუმცა რაღაც საკითხებთან მიმართებით იქ პოზიციები იყოფა და შედარებით უფრო ლოიალური ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ არიან რეგიონების მაცხოვრებლები, ოღონდ რეგიონები ჭრელია, მოგახსენებათ, რეგიონებში შედიან როგორც დიდი ქალაქის მაცხოვრებლები, ასევე სოფლების მაცხოვრებლები, სამწუხაროდ ეს კვლევა არ იყო შერჩევა არ იყო იმხელა, რომ ჩვენ ცალკეული დიდი ქალაქების თბილისის გარდა დიდი ქალაქების მაცხოვრებლების მოსაზრებების გაგვეგოთ, ამიტომ რეგიონები აღებულია როგორც ერთი მთლიანი, რომელშიც შედის როგორც ქალაქის ასევე სოფლების მოსახლეობა და აი რეგიონებში ჩანს, რომ ბევრ პრობლემაზე მოსახლეობის აზრი, ბევრ საკითხთან მიმართებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია, თუმცა ეს ოპოზიციური განწყობები არის მეინსტრიმი, რაც მჟღავნდება ამ გამოკითხვაში, იქნება ეს ქვეყანაში არსებული ვითარების ზოგადი შეფასება, ანუ ქვეყნის კურსის შეფასება, იქნება ეს ეკონომიკური განვითარების შეფასება ქვეყნის, იქნება ეს მწვავე პრობლემების იდენტიფიცირება, იქნება ეს ქვეყნის საგარეო ორიენტაცია და ხელისუფლების ასე ვთქვათ, საგარეო კურსის შეფასება, იქნება ეს 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასება, სამართლიანობის შეფასება, ან მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი, იქნება ეს მიმდინარე პროტესტზე რეაქცია და ასე შემდეგ. აი აქ ყველგან ჩანს ოპოზიციური განწყობები და კიდევ ერთი რამ, რასაც მინდა ხაზი გაუსვა და რაც აი ამ ზოგადი შტაბ-ბიჭირების ჩამოყალიბებაში უთუოდ დაგვეხმარება არის ის, რომ აღმოჩნდა ეს კვლევა სრულად ნათლად აჩვენებდა, სხვა შორის ამას აჩვენებს მაისში ჩატარებული კვლევაც, რომ ხელისუფლების პროპაგანდის ძირითადი პროპაგანდისტული მესიჯები საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში არ მუშაობს, ან აღარ მუშაობს, ან ცუდად მუშაობს. თუმცა აქვე შეგიკითხებით ეგრეთ წოდებული deep state-ის საკითხი და აღნიშნულ თემაზე დასმული შეკითხვა რა კი ახსენეთ პროპაგანდა საინტერესო იქნება რამდენად განსხვავდება ოპოზიციურად განწყობილი და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მოქალაქეების შეხედულება ამ ეგრეთ წოდებულ deep state-თან დაკავშირებით. დიახ, ეს ერთ-ერთი საკითხია, ერთ-ერთი თემა, ერთ-ერთი ინდიკატორი არის გამოც ვთქვი, რომ ხელისუფლების პროპაგანდა აღარ ან ცუდად მუშაობს. ეს ყმადაღებული deep state, გლობალური ომის პარტია, ამ ორი ასე ვთქვათ კონსპირაციული ფენომენის არსებობა და მათი უარყოფითი გავლენები. აი აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უბრალოდ უმეტესი ნაწილი, მოდი ასე ვთქვათ, და პრინციპში ეს ეხება ასევე თბილისის სამომრჩევლებსაც, ეს ეხება რეგიონების სამომრჩევლებსაც. ვერ ჩამოყალიბდა, ასე რომ მათ არ არის დამაჯერებელი სახელმწიფო პროპაგანდა და მათთვის ბუნდოვანია ამ ფენომენების არსებობა და ასე ვთქვათ, წამყვანი პასუხი გამოკითხვაში deep state-თან და გლობალური ომის პარტიასთან მიმართებით არის ასე ვთქვათ, მიჭირს პასუხის გაცემა. ანუ ადამიანებს უჭირთ გაერკვნენ მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა, თუმცა აი თბილისელებში ამ პროევროპული ოპოზიციის ამორჩევლებში ცალსახად ნეგატიური განწყობებია. ამ ასე ვთქვათ, ცნებების, ამ ტერმინების და მათში ხელისუფლების მიერ მოაზრებული შინაარსის პროპაგანდისტულ გამოყენებასთან დაკავშირებით და მოსახლეობა არ ფიქრობს, განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მეორე თბილისის მოსახლეობა და პროევროპული ოპოზიციის ამორჩევლები არ ფიქრობენ, რომ deep state-ს ან გლობალური ომის პარტიას გლობალური ომის პარტია ართმევს, ასე ვთქვათ, სუვერენიტეტს ქვეყანას. პირიქით ისინი ფიქრობენ, რომ ეს ცნებები მოგონილია დემოკრატიის საზიანოდ, ანუ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვისთვის. დიახ, თქვენი საუბრით იმის შესახებაც, რომ რეალურად მოსახლეობაში
ჭარბად არის ოპოზიციური განწყობა და ეს ოპოზიციური განწყობა არ არის გამოხატული რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდაჭერაში რეალურად არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საკმაოდ დიდი რაოდენობით რეალურად. თუმცა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაში თუმცა მათაც ხო აქვს საკმაოდ კარგი რეიტინგი ამ კვლევის მიხედვით. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში თუ კი ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის რაოდენობა მატულობს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ყოველ შემთხვევაში იმას, რომ მოახდინოს აი ამ ამომრჩევლის კონსოლიდირება მაქსიმალურად და საერთო მიზნის გარშემო მათი გაერთიანება და რა უნდა გაკეთდეს ოპოზიციის მხრიდან იმისთვის, რომ მოსახლეობა მოახერხონ და ასე რომ ვთქვათ, აი ეს ოპოზიციური მუხტი სათავისოდ გამოიყენონ. ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან ვერთანამშრომლობის ხარვეზი, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ასე პოსტსაბჭოთა საქართველოში და რომლის შედეგები ახლაც სახეზია. ოპოზიცია მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მკაფიოდ და მკვეთრად ჩანს ბრძოლის სამიზნე, თითქოს ჩანს სტრატეგია რა შემთხვევაში იქნება ოპოზიციური ძალისხმევა წარმატებული, ვერ ახერხებს თანამშრომლობას, ვერ ახერხებს შეთანხმებას მნიშვნელოვან საკითხებზე და ეს ყველაზე უფრო მეტად გამოჩნდა, ყველაზე რელიეფურად გამოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში და ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ის რაც ჯერჯერობით დღეს ხდება ოპოზიციურ ველზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით არის საუკეთესო პროექტი, რაც კი ქართულ ოცნებას შეიძლება აწყობდეს. ანუ ეს განხეთქილება ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებით, ზიგზაგური ასე ვთქვათ, ჩართვა ადგილობრივ არჩევნებში, ნაწილი ერთვება, ნაწილი არ ერთვება, ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის პროსახელისუფლო პროექტი, იმიტომ რომ არც ერთ ცალკე აღებულ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია ოპოზიციური ამორჩევლის ისეთი მასშტაბით მობილიზება არჩევნებზე, რაც რაიმე მნიშვნელოვანი და სერიოზული წარმატების მოპოვების წინაპირობა იქნება. ეს საჩვენო ამ კვლევამაც. როგორ გონიათ, გაერთიანების შემთხვევაში აქვთ თუ არა იმის რესურსი ოპოზიციურ ძალებს, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, თუ კი აი ამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთვებიან, რა ბერკეტს მისცემს პოლიტიკურად ოპოზიციას. ახლა ამაზე მსჯელობა ჯერ კიდევ ვალიდური იყო დაახლოებით 2 კვირის წინ, ან თუნდაც 3 კვირის წინ, ახლა ეს უკვე ასე ვთქვათ უტოპიური ამოცანაა, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ძალისხმევის გაერთიანება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის განუხორციელებელი ამოცანაა. ამიტომ ჯობდა რომ თუ ასე ვთქვათ ერთად ვერ შედიან არჩევნებში და ჩემ აზრს მოგახსენებთ, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე დაფუძნებული, რომ თუ არჩევნებში ერთად შესვლა იყო შეუძლებელი და ნუ მაგალითად შეტევა წერტილოვნად რომელიმე ტერიტორიულ ერთეულზე, მაგალითად თბილისზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია თავის პოლიტიკური შინაარსით, არა და თბილისში დაახლოებით 66-25%-ია თანაფარდობა პროსახელისუფლო ამორჩევლსა და ოპოზიციურად განწყობილ ამორჩევლს შორის, ანუ ძალიან დიდია თბილისში ოპოზიციური განწყობები ძალიან ინტენსიურია და პროსახელისუფლო განწყობები ყველაზე დაბალი სწორედ თბილისშია 25%-იანი, 24%-იანი მაჩვენებლით, რაც ოპოზიციას ერთიანი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში აძლევდა შანსს იმისთვის, რომ თბილისი მოეგო, ნუ გარკვეული დათქმების ფონზე, რასაკვირველია, ეს უნდა ყოფილიყო მერის საერთო კანდიდატი, ეს უნდა ყოფილიყო შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები, მაგრამ ახლა ამაზე მსჯელობას უკვე აზრი არ აქვს, ამიტომ შესაძლოა უფრო უარესი, მაგრამ კიდევ ერთი ეფექტიანი სცენარი რჩებოდა, ეს არის ერთობლივი ბოიკოტი ოპოზიციური ძალების მხრიდან, თუმცა როგორც ხედავთ, არც ეს გამოვიდა, ორმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ შევიდეს ამ არჩევნებში, მათ აქვთ იმის იმედი, რომ შეძლებენ ასე ვთქვათ ოპოზიციური ამორჩევლის, საკმარისი ოპოზიციური ამორჩევლის მობილიზებას იმისთვის, რომ მეტნაკლებ წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ ეს არის ურთულესი ამოცანა და ურთულესი გამოწვევა, რომელიც რამდენად განხორციელებადია, ამას ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნები აქვს. ხო,
მოდით პროგნოზის ვისაუბროთ, მოახლოვდა რეალურად უკვე სწორედ ამ არჩევნების თარიღი ოქტომბერში, სულ რამდენიმე თვე გადარჩა და საინტერესო იქნება თქვენი პროგნოზი, როგორი დინამიკა შეიძლება ვიხილოთ ზაფხულის ბოლოს და ოქტომბერში. ზაფხული შედარებით მშვიდი პერიოდია, მაგრამ აი სექტემბრიდან ალბათ დაიწყება ეს არჩევნები. მე ყოველ შემთხვევაში ვიტყვი იმ სირთულეებს, რაც ახლა უდგას ოპოზიციას ამ გზაზე, ჯერ ერთი ვთქვათ, პარტიების განხეთქილება, ასევე მათი ამორჩევლის, ანუ ოპოზიციური ამორჩევლის განხეთქილებას იწვევს, ხო? ესე იგი, ორი პარტია მიდის არჩევნებში და ბევრი პარტია არ მიდის არჩევნებში, ეს ნიშნავს, რომ მათი ამორჩეველიც უჯერებს. ახლა ასე მექანიკურად ცხადია პარტიაზე მისი ამორჩეველი მიბმული არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პარტიას იმიტომ ყავს ამორჩეველი, რომ მას აღყვეს, ხო, პარტიას აღყვეს და ამიტომ მოსაოდნელია, რომ ოპოზიციური ამორჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს. პრინციპში ჩვენ ეს მონაცემიც ვნახეთ და აღმოჩნდა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტიის ამორჩევლის უმრავლესობა დადასტურებულად არ ამბობს, ანუ 100% თუ შეიძლება ასე ვთქვათ, არ ამბობს, რომ ის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და არჩევნებზე წავა. აი, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გახარია თავისუფლებისთვის პარტიას, ამ პარტიის ამორჩეველთა 57% აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ესე იგი, ეს საკმაოდ მაღალი წილია, მაგრამ უმრავლესობა მაინც არ არის, ხო? ლელოს ამორჩეველთა 40% აპირებს დადასტურებულად არჩევნებში მონაწილეობას, კიდევ უფრო დაბალია სხვა ოპოზიციური პარტიების ამორჩეველთა მონაწილეობის ხარისხი. ამიტომ აი ეს პირველი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დგას ოპოზიციური პარტიების წინაშე, ეს არის საკუთარი ამორჩევლის გააქტიურება არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით და მაღალი მზაობის და мотиваციის შექმნა მათში. ეს ჯერჯერობით არ არის ასე, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ოპოზიციური პარტიებისთვის არის ეს. მაგრამ მხოლოდ საკუთარი ამორჩევლის გააქტიურება და უმრავლესობაში გადაყვანა ამორჩევლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით არ არის საკმარისი, ეს არ ყოფნის არჩევნების მოგებას, ან თუნდაც რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევას საჭიროა სხვა ოპოზიციური პარტიების ამორჩეველთა დარწმუნებაც და მიმხრობაც არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ, რაც კიდევ უფრო ართულებს აი ამ ორი ოპოზიციური პარტიის ამოცანას, ვინც არჩევნებში შედის და ვინც გადაწყვეტა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. აი, კვლევის ციფრებს ვაკვირდები ახლა და ყველა ის ოპოზიციური გაერთიანება და პარტია, რომელიც არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ არჩევნებში, ყველა მათი რეიტინგი ყოველ შემთხვევაში მაისიდან ივნისამდე მატულობს. და ვინც ერთვება არჩევნებში, ანუ საუბარი მაქვს ძლიერი საქართველოსზე, ლელოზე და გახარიას პარტიაზე, იყო მაისში მაგალითად პარტია საქართველოსთვის რეიტინგი 12.4%, ივნისში 10%. ძლიერი საქართველოს რეიტინგი სულაც უფრო მეტად დაეცა, 13.4 იყო მაისში და ივნისში 9.5-ია. ეს პროცესი, ეს დინამიკა სადამდე შეიძლება მივიდეს? ეს არის კლება, რასაკვირველია, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის დრამატული კლება და აი კიდევ ერთი შეიძლება თუ არა რომ გახდეს დრამატული. შეიძლება თუ მაგალითად ძლიერმა საქართველომ ვერ მოახერხა დაარწმუნოს საკუთარი ამორჩეველი არჩევნებში შესვლის მიზანშეწონილობაში და იმაში, რომ შესაძლებელია სერიოზული წარმატების მიღწევა არჩევნებში შესვლა. ჯერჯერობით ეს ასე არ არის, პირიქით, ესე იგი, დაზარალდა ძლიერი საქართველოსთვის არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილების მიღების გამო ის უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე გახარია საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის დრამატული კლება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროევროპული ოპოზიციის ამორჩევლის 41% ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივ არჩევნებს, ხოლო 26% ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ მაშინ აპირებს, თუ ადამიანები საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, მაშინ ძალიან რთული იქნება არჩევნებში შესული ოპოზიციური პარტიებისთვის ამორჩევლის დარწმუნება, რომ არჩევნებში მონაწილეობა ღირს და ამას რაიმე ხელშესახების შედეგი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა მათ აიღეს ეს რისკი საკუთარ თავზე და დრო დაგვანახებს, რამდენად პასუხობენ ამ რისკს.
მოდით ახლა მართველი პარტიის რეიტინგზეც ვისაუბროთ. პრაქტიკულად უცვლელია ივნისი-მაის შორის 35.8-35.2. მიუხედავად იმისა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ საქართველოში ეს უწყვეტი საპროტესტო აქციები, პოლემიკა მუდმივი დასავლეთსა და ევროკავშირსა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ კრიტიკა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოკლედ აი ეს კრიტიკული კასკადი, მოკლედ მოვლენებისა მიუხედავად ამისა 35% აქვს ქართულ ოცნებას. რაზე მიუთითებს ეს რეიტინგი და როგორ შეიძლება შეიცვალოს უახლოეს პერიოდში? თქვენ შეფასებაში გამოიყენეთ სიტყვა მიუხედავად ამისა, მე ცოტა სხვანაირად შევხედავდი. ის რომ დღეს ქართულ ოცნებას აქვს 35%, ეს 26 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მიღწეულ შედეგთან შედარებით გავარესებული მაჩვენებელია რა, ესე იგი, თავი დავანებოთ ოფიციალურ მონაცემს, იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თანხდება და პრინციპში მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ამისთვის ცალკე არგუმენტები მაქვს, მათ შორის სტატისტიკური არგუმენტები, რომ ოფიციალური მონაცემები არ არის ობიექტური, ის არის манипуლირებული და გაყალბებული, ამიტომ რეალურად უნდა ავიღოთ ის პროცენტი, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე აჩვენეს exit poll-ებმა, ორმა exit poll-მა, ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა exit poll-მა აჩვენა 42%-იანი მონაცემი, დაახლოებით 42%-იანი მონაცემი და ჩვენ ვხედავთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების პოზიციები გაუარესებულია. აი ის, რომ გაუარესებულია დაახლოებით 7-8%-ით, ეს არ არის პატარა მაჩვენებელი, ეს არის სწორედ იმ პროტესტის დამსახურება და ქართული ოცნების იმ დესტრუქციული პოლიტიკის დამსახურება ბრალებში, რასაც ეს პარტია ოქტომბრის არჩევნებიდან მოყოლებული ეწევა, განსაკუთრებით 28 ნოემბრის კოლხახიძის სრულიად ბრუტალური და დესტრუქციული განცხადებიდან მოყოლებული. აი ის, რომ ქართული ოცნების რეიტინგი ამ ნიშნულზე ჩერდება და არ იმატებს, ეს არის სწორედ ამ პროტესტის მიღწევა და იმ პოლიტიკის მიღწევა, რასაც საქართველოს მოსახლეობა არ იწამებს და რასაც საქართველოს მოსახლეობა ეწინააღმდეგება. მე ვერ ჩავთვლი, რომ ეს არის წარმატება ქართული ოცნების და განსაკუთრებით თბილისში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული ოცნების რეიტინგი არის დაბალი, დაახლოებით 24%-ის ფარგლებში. წინასაარჩევნო დინამიკაზეც ვისაუბროთ, მართველი პარტიის ეს რეიტინგი თქვენი აზრით, თქვენი შეფასებით კიდევ უფრო მეტად დაიკლებს თუ დარჩება კვლავ ამ ნიშნულზე უკვე საარჩევნოდ და თუ კი როგორც აქამდე ვიცოდით და ვიცით, ორი ოპოზიციური გაერთიანება იღებს მონაწილეობას თბილისის და არა მხოლოდ თბილისის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში და მერობის კანდიდატიც ვინც იქნება ოპოზიციიდან, რამდენად შესწევს იმის ძალა, რომ აი ამ არჩევნებში კახა კალაძე დაამარცხოს. კახა კალაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ჩაერთება ამ არჩევნებში. ეს რა შეასაქმე, ესე იგი ამ შემთხვევაში ოპოზიციის ამოცანა არის ის, რომ ესე იგი გაზარდოს ოპოზიციური ამორჩევლის მონაწილეობა არჩევნებში, ის რომ ოპოზიციური ამორჩევლის გადაბირება მოხდება ქართული ოცნების მიერ და ოპოზიციური ამორჩეველი, ქართული ოცნების ამორჩეველი გახდება, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, ესე იგი ამის არანაირი შანსი არ არსებობს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოწვევა ძალიან რთული და შეიძლება შეუძლებელიც კი, რომ მოხდეს ოპოზიციური ამორჩევლის სრული და ტოტალური მობილიზაცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის. ძალიან რთული ამოცანაა ეს, რომელსაც არ ვიცი რამდენად შეძლებს ის ორი პარტია, რომლებიც არჩევნებში შედიან. თუმცა, თუ პირიქით ვითარება შევხედავთ, არის თუ არა ქართული ოცნების ამორჩეველში რაღაცა ნაწილი, რომლის მიმხრობა შეიძლება შეძლოს ოპოზიციურმა სპექტრმა, ეს როგორც ეს კვლევა აჩვენებს, არის დაახლოებით 10%-ის ფარგლებში. ანუ დაახლოებით 10%, რომელიც ჯერ კიდევ ქართულ ოცნებას უჭერს მხარს, ანუ ქართული ოცნების ამორჩევლების 10%, მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად პროტესტთან მიმართებით, მაგალითად
ადგილობრივი საპარლამენტო ესა უკაცრავად ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიმართულებით ან თუნდაც აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების განთავისუფლების მიმართულებით ოპოზიციურ პოზიციაზე დგანან თუ შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ ეს ნაწილი დარჩენილია ქართული ოცნების ამორჩევლებში იმისთვის, რათა მათ შეიცვალონ საკუთარი პრეფერენციები, პოლიტიკური პრეფერენციები და რასაკვირველია არსებობს გადაუწყვეტელი ამორჩეველიც, რომლის მიმხრობაც მნიშვნელოვანი იქნება ქართული ოცნები, როგორც ქართული ოცნებისთვის, ასევე გადამწყვეტი იქნება, ხო? და უნდა ვახსენოთ აუცილებლად საპროტესტო აქციები, რომელიც გრძელდება და სულ ახლახანს დაანონსდა, რომ 19 ივლისს გაიმართება მორიგი მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან დაიწყება და მასში ჩაერთვებიან ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტური მოძრაობები და აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები. აი ამ უწყვეტმა პროტესტმა რა შედეგი შეიძლება იქონიოს სამომავლოდ, აქვს თუ არა აზრი, ბევრი ამბობს რომ აზრი არ აქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური მუხტისთვის აი ეს უწყვეტი პროტესტი და მასშტაბური აქციები. უაღრესად მნიშვნელოვანია, სწორედ ამ საპროტესტო აქციებმა განაპირობა ბევრი რამ, მაგალითად ის რომ ქართული ოცნების რეიტინგი არ იზრდება, მაგალითად ის რომ ხდება ასე ვთქვათ ავტორიტარიზმის შეკავება, ავტორიტარიზმის ტენდენციის შეკავება საზოგადოებაში, ანუ ხელისუფლება ქართული ოცნება ლამის ყოველდღიურ რეჟიმში იმყარებს საკუთარ ავტორიტარიზმს, მაგრამ ამ გზაზე მას ხდება წინააღმდეგობა და რაღაცნაირად მისი ავტორიტარული მადის შეკვეცა ხდება სწორედ ამ საპროტესტო აქციების მხრიდან. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს საპროტესტო აქციები აქტიურებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მათ შეცვალონ, ასე ვთქვათ, კურსი და ასე ვთქვათ, დაუბრუნდნენ დასავლური და დემოკრატიული განვითარების გზას, ასე რომ ასე ვთქვათ, ასე ხელშესახებად შესაძლოა არ ჩანს ამ პროტესტების გავლენა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პროტესტის მასშტაბმა იკლო, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია, რომ გადაჭარბებულად შეაფასო ეს თქვა ამ პროტესტების როლი, პირიქით გადაუჭარბებულად შეიძლება ითქვას, რომ პროტესტი ამაგრებს დემოკრატიის მომავალს ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო იაგო, ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ კიდევ ერთხელ, ჩვენი სტუმარი იყო სოციოლოგი იაგო ხალხაძე, მცირე სარეკლამო პაუზის დროა, რომლის შემდეგაც უკვე მეორე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ამიტომ არ გადართოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ გიბრუნდებით ეთერში ნიუსრუმით და ამჯერად გადაცემის მეორე ნაწილში ვაგრძელებთ საუბარს პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი რატა ხვედელიანი არის ჩვენთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. საინტერესო იქნება თქვენი შეფასება პირველ რიგში იმ კვლევაზე, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა ის, რომ კვლევის თანახმად თქვენი პარტიის რეიტინგი მაისში თუ კი იყო 12.4%, ივნისში 10%-მდე დაეცა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს მონაცემი და არის თუ არა ეს კავშირში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. ვნახეთ დიახ ეს კვლევა, ჩვენ ასევე თვალყურს ვადევნებთ, ასე ვთქვათ, მის სხვა კვლევებსაც და ხედავთ, რომ რაღაც მცირე დროის მონაკვეთების განსხვავებით ამ კვლევებში სხვადასხვა საკითხები თვალნათლივ იცვლება. და ძალიან საგულისხმოა ისიც, რომ ამ კვლევებში დამკვეთებით ცვლებიან და ესეც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ზოგადად ჩემი აზრით და ჩვენი გუნდის პოზიცია ის არის, რომ ავტორიტარული რეჟიმების დროს კვლევები არის მაინც პირობითი, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი არის ქვეყანაში,
ძალიან ბევრი რეპრესიული გადაწყვეტილება არის მიღებული მოსახლეობის მიმართულებით, რომელიც რა თქმა უნდა ისახება ესეთ კვლევებში. და ამ კვლევებს ხშირად იყენებენ სხვადასხვა საკითხების საწინააღმდეგოდ, ან სხვადასხვა მიმართულებით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე ვნახოთ. შესაბამისად, ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, სანდო კვლევა არის მაინც ჩვენს ამომრჩევლებთან კონტაქტი, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაზე აქტიურად მუშაობს ჩვენ ამომრჩევლებთან კომუნიკაციის საკითხში. ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები, ჩავდივართ რეგიონებში, სოფელ დავდივართ, მე პირადად სხვადასხვა მიმართულებით ვატარებ ძალიან ბევრ შეხვედრებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მუდმივად, ფაქტიურად თვე არ გავა, რომ ჩვენი გუნდის ლიდერები და წევრები არ შევხვდეთ ჩვენს ამორჩევლებს. როგორია განწყობები ამ სწორედ ამას შეეხება ჩემი შემდეგი შეკითხვა. როგორია განწყობები მოსახლეობაში თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, რადგანაც ჩვენი წინასწარმეტყვი იყო სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და მან თქვა, რომ ამ კვლევის თანახმად ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იწონებს აი ამ გადაწყვეტილებას და თქვენ რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით? ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ ის, რომ ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, ძირითადად ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას ვაკეთებთ და აქედან გამომდინარე ჩვენი ამორჩეველი მიჩვეულია ამას, ძალიან მკვეთრ და მყარ პოზიციებს არის მიჩვეული ჩვენი ამორჩეველი, შესაბამისად მათთვის არ ყოფილა სიახლე, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ცვლილების მშვიდობიან ფორმას ვემხრობით და ეს არის დღესდღეობით არჩევნები. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ფაქტიურად საპარლამენტო არჩევნების დასრულების მეორე დღიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შესაბამისად, სიახლე მათთვის ის, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, არ ყოფილა. შესაბამისად, ასევე თანაბარ მნიშვნელოვნად და ასევე მყარად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, ხვდებით ჩვენს ამომრჩევლებს. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით რეჟიმი თავარი დასაყრდენი გახლავთ პროპაგანდა და პროპაგანდისტული მედია ჩვენ რეგიონებში განსაკუთრებით გვიწევს შეიძლება მეტი საუბარი და მეტი ახსნა იმასთან დაკავშირებით თუ რა პოზიცია არის ეს რა მიზანს ემსახურება საბოლოოდ, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენი ამორჩეველი ადეკვატურად აფასებს ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მთავარი არის ის, რომ ისინი ხედავენ ჩვენს მყარ პოზიციებს, იმიტომ რომ ჩვენ 2024 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ, მაშინ, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები უბრალოდ ტყუილ ზეიმში იყვნენ, ასე ვთქვათ, ზეიმობდნენ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ გამარჯვებას, ჩვენ მაშინვე პრაგმატულად და ძალიან ადეკვატურად შევაფასეთ მდგომარეობა, მაშინვე ვთქვით, რომ ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას და მაშინვე ჩვენი პოზიცია იყო, რომ დიახ, ჩვენ არ მივანიჭებდით ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას. იმის შემდეგ, მიუხედავად იმ ბულინგისა, მიუხედავად იმ მოწოდებებისა, იმ ისტერიკებისა, რომელსაც ჩვენ ხედავდით ოპოზიციურ პარტიებში, ასევე იყო ასევე საერთაშორისო მოწოდებებიც ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე, მიუყვებით ჩვენს დღის წესრიგს და დიახ, ის რომ ჩვენ ვთქვით მაშინ, რომ ეს არჩევნები არ ასახავდა ქართული ხალხის ნებას, დღემდე მოყვება და დღემდე ჩვენ ამას ვადასტურებთ ჩვენი ქმედებებით. შესაბამისად, ჩვენს ამორჩეველს ბევრი ახსნა არ ჭირდება ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. დიახ, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას, ასევე ნებისმიერი მოცემულობით, იმიტომ რომ გვესმის, რომ ავტორიტარული რეჟიმი მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ჩვენთვის გამოწვევა, თუმცა ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას და არა დანებებას და ერთადერთი საკითხი, რომელიც ჩვენ ცალსახად ვთქვით აი ამ პერიოდში არის ის, რომ ბოიკოტი არის ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც პირიქით აძლიერებს დღესდღეობით ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და ბოიკოტი ჩვენთვის გაიგივებული არის რეჟიმთან დანებება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვირჩევთ მოძრაობას. აი ამაზე უნდა ჩაგიკითხოთ, თქვენ თქვით, რომ ბოიკოტი პირიქით აწყობს ხელისუფლებას, თუმცა ჩვენ ვიხილეთ მაგალითად მიხეილ ყავალაშვილის განცხადება სულ 2-3 დღის წინ
პარასკევს თუ არ ვცდები საღამოს მან გამოაქვეყნა განცხადება, რომ ოპოზიციონერი ლიდერები, ვინც არიან დაკავებული ამ დრომდე, იმ პირობით გათავისუფლდებიან, უტრირებენ აი ამ სიტყვებს, თუ კი ისინი დათანხმდებიან იმას, რომ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ანუ რეალურად გამოდის ის, რომ მიხეილ ყავალაშვილი აქეთ სთავაზობს ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. თუ კი არ აწყობთ, რატომ სთავაზობს მაშინ ხელისუფლების წარმომადგენელი ოპოზიციას აი ესეთ რამეს? დიახ, ძალიან ღიმილის მომგვრელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, დღეს 60-მდე პოლიტპატიმარი ყავს ქვეყანას და როდესაც ამ ვითარებაში საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი გამოდის და ფაქტიურად ვაჭრობის აქტს იდენს ამ შემთხვევაში და ჩვენ ვხედავთ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც სრულიად უარგუმენტოდ დაუმსახურებლად დღესდღეობით არიან ციხეებში და ვხედავთ ამ ტყუილ და ესეთ შეკერილ საქმეებს, რომლებსაც სხვათა შორის ნაციონალური მოძრაობის დროს ესე გირგულიანის საქმის მოსამართლე ბატონი მურუსიძე, რომელიც მართავს დღეს სასამართლოს კლანს და ყველა განაჩენი, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღესდღეობით საქართველოს სასამართლო იღებს და ის მოსამართლეები, რომლებიც იღებენ ამ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა თანხდება და რა თქმა უნდა ეს არის პირველ რიგში მურუსიძის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა მურუსიძეც ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის დღესდღეობით რეჟიმის და ოცნების ხელში და მინდა გაგახსენოთ, რომ ოცნებამ არ შეცვალა მიდგომები სასამართლოს მიმართულებით და დღეს ვხედავთ ნაციონალური მოძრაობის დროს, იმ რეჟიმის დროს, იმ ადამიანების მიერ განხორციელებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც არ შეცვლილა, არც ინსტრუმენტები, არც ის ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობის დროს ძალადობდნენ ჩვენს მოსახლეობაზე, ვხედავთ, რომ აი ამ სასამართლოს მიერ წარმოებულ აი ამ ტყუილ საქმეებს იყენებს ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ამ ვითარებაში ნამდვილად ღიმილის მომგვრელია, როდესაც საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი სთავაზობს პოლიტიკოსებს, რომ არჩევანის საშუალებას აძლევს. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსებისთვის დღესდღეობით საპყრობილე ეს არის ბრძოლის ინსტრუმენტი, რადგან მათ ჰქონდათ იმის შანსი, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებულიყვნენ, როგორც ეს დაუშვათ გიორგი კახარიამ გააკეთა, მათ ჰქონდათ შემდეგ გირაოს გადახდის საშუალება, ანუ არჩევანის საშუალება ჰქონდათ რა ინსტრუმენტი აირჩიათ საკუთარი ბრძოლისთვის და აქ გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა, ვიღაც თulis, რომ ციხიდან უფრო მეც გააკეთებს, ვიღაცა თulis, რომ საერთაშორისო მიმართულებით უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის არის მზად. შესაბამისად, ამ ვითარებაში, ეს იყო ვაჭრობის აქტი ჩემთვის და ჩვენთვის და სრულიად არასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს. დიახ, ისევ არჩევნებს რომ დაუბრუნდეთ, თქვენ გარდა ასევე ლელო ძლიერმა საქართველოს ღიად განაცხადა, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას მუნიციპალურ არჩევნებს მაგ საუბარი. რამდენად განიხილავთ მათთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხს, თუნდაც მაგალითად შეიძლება იყოს საერთო მერობის კანდიდატები თუ რაღაც საკრებულოს სიები, მოკლედ აი რა ეტაპამდე შეიძლება განიხილოთ თქვენ ერთმანეთთან თანამშრომლობა, გუშინ ყავდა სტუმრად ამ პარტიის წარმომადგენელი და მან არ გამოიცხა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ თქვენი შეფასება იქნებოდა საინტერესო, რამდენად მჭიდრო თანამშრომლობის ალბათობას განიხილავთ აი ამ პოლიტიკურ გაერთიანებასთან. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გადაწყვეტილება მიიღო ლელომ და ჩვენ მივესალმებით. ამჟამად ჩვენი გუნდის პრიორიტეტი გახლავთ პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების მოძიება, რომლებსაც დავაყენებთ ჩვენ კანდიდატებად, როგორც მაჟორიტარებად, ასევე მერობის კანდიდატებად. ჩვენი გუნდი ძალიან ბევრჯერ შეეხო ამ თემას, რომ ჩვენ არ ვემხრობით რაღაც ტყუილ ერთობებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, როგორც ვხედავთ, საკმაოდ ბევრ პრობლემას იწვევს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საზრუნავი და ამოცანა არის ის, რომ პროევროპული ფლანგი გაძლიერებული იყოს და ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენსა და ლელოს შორის არ იყოს წინააღმდეგობრივი პოზიციები და პირიქით ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთმანეთს დავეხმაროთ, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ მის
მიზანს, რომ დავამარცხოთ რეჟიმი და შევუქმნათ დისკომფორტი ამ რეჟიმს, იმიტომ რომ იმ მოცემულობის გათვალისწინებით რა მოცემულობას დღესდღეობით ოცნებამ ჩვენს ქვეყანაში დააყენა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიბრძვით რეჟიმის დამარცხებისთვის და რეჟიმის დამარცხება ეს არ არის რამოდენიმე დღიანი ან რამოდენიმე თვიანი პროცესი, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ამიტომაც ჩვენ ვამბობთ, რომ თანაბარ მნიშვნელოვნად და ძალიან მყარი პოზიციებით მიუყვებით ჩვენს ბრძოლას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დიახ, აქაც ვირჩევთ ბრძოლის სტრატეგიას, შევდივართ თვითმმართველობის არჩევნებში იმ მოცემულობაშიც, რომელსაც დღესდღეობით ოცნების პასუხისგებლობით ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენსა და ლელოს შორის რა თქმა უნდა იქნება კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთმანეთის გზები არ გადავკვეთოთ და პირიქით დავეხმაროთ ერთმანეთს საბოლოო მიზნამდე მარტივად და სწრაფად მისასვლელად. ეს შეკითხვა ჩემი გაჩნდა იქედან, რომ კვლევაში წერია და ბატონმა იაგო კაკაჩუმაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ რეალურად ცალკეულ ოპოზიციურ არც ერთ გაერთიანებას არ შესწევს ამ ეტაპზე იმის რეალური რესურსი, რომ მართლაც ხელშესახებად დაუპირისპირდეს ქართულ ოცნებას. ამ შემთხვევაში სწორედ ამიტომ იყო ჩემი შეკითხვა ამ თემაზე და მოდით პირდაპირ ვკითხავთ, აი დაუშვათ საკითხი დადგა ისე, რომ საერთო მერობის კანდიდატი უნდა იყოს თბილისში. განიხილოთ თუ არა ამ ალბათობას და ამ ვარიანტს და რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენ და დაუშვათ ლელოს ერთი, ესე რომ ვთქვათ, ზეპარტიული ან არაპარტიული კანდიდატი ყავდეთ მერობის არჩევნებზე. კი ბატონო, ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერი ფორმით ჩართულობას, ნებისმიერი ფორმით შეთანხმებას, რომელიც კიდევ უფრო წაგვწევს წინ საბოლოო მიზნისკენ. შესაბამისად, ეს თქვენი შეკითხვა უკვე კონკრეტული ტექნიკის საკითხია, როგორ ვაპირებთ ჩვენ კანდიდატების მიმართულებით მუშაობას და შეთანხმებას. ამ ეტაპზე არ არის შეთანხმება ამაზე და კონსულტაცია ამ თემაზე ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია, იმიტომ რომ ნაადრევია ჯერ ამაზე საუბარი, რადგან ჩვენ უფრო ადრე განვაცხადეთ ჩვენი პოზიციის შესახებ, ჩვენ უკვე რამოდენიმე თვეა ვიძახით, რომ შევდივართ არჩევნებში, ლელოსგან ჩვენ რამოდენიმე დღე არის ესე უკვე მყარად გადაწყვეტილად მივიღეთ ის პოზიცია, რომ ისინი იქნებოდნენ არჩევნებში. შესაბამისად, ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მიმართულებით ვიმუშაოთ აი ნეიტრალური კანდიდატების მოძიებაზე, იმიტომ რომ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვეტა ბოიკოტში ჩართვა. ჩვენი გუნდის პოზიცია ფაქტიურად დაფუძნების დღიდან არის ის, რომ სამწუხაროდ დღესდღეობით ქართულ ოცნებას მხარდამჭერები ჰყავს და მრავალრიცხოვანი რაოდენობით ჰყავთ. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ვიყენებთ ნებისმიერ გზას იმისთვის, რომ მივიდეთ ოცნების ამომრჩევლებთან და ვანახოთ ქართული ოცნების ნამდვილი სახე. ის რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ის ქაოსი, ის გაურკვევლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ყოველდღიურად ჩვენ თუნდაც თქვენი მედიების მეშვეობით ჩვენ ვიგებთ ამ შემთხვევების შესახებ, ეს არის რა თქმა უნდა ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ იმ გაურკვეველ ქაოსში გვაბრუნებს ქართული ოცნება, რაც წლების წინ გვეგონა, რომ ჩვენ დავამარცხეთ და დავასრულეთ. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების მხარდამჭერებთან საუბარი, მათთვის სიმართლის თქმა და არა პროპაგანდისტული მედიების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის, ასე ვთქვათ, უგულებელყოფა. ეს არის ჩვენი სტრატეგია, ეს არის ჩვენი ბრძოლის გზა და დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ საგამოძიებო კომისიაზეც ამ მიმართულებით მივედით, რომ იქვე დაგვენახებინა ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის ვინ იძიებს დღეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებებს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ საგამოძიებო კომისიაში ფაქტიურად ბიძინას ნაცები იძიებენ მიშას ნაცების დანაშაულებებს და ფაქტიურად პირობითია ის გამოძიებაც და ის კომისიის ფორმატში საუბრები და ეს შეკითხვებიც არის პირობითი, რადგან არც ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, არც ერთი მნიშვნელოვანი დანაშაულის ჩამდენი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს და ამ რეჟიმის შემქმნელი არ არის დღესდღეობით დაკითხული, არ არის დაკითხული ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი,
თუმცა მათ მერაბიშვილის შემთხვევაში მან მოიხადა სასჯელი. დიახ, თუმცა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ძალადობრივ აქტებზე, რომლებიც ხორციელდებოდა 2012 წლამდე საქართველოში, ეს მართლაც რომ შერჩევითი სამართალი არის და ნახევარი სიმართლით ამ კომისიის მუშაობა, როდესაც ჩვენ აგვყავთ დაკითხული ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები. თუნდაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლო პროცესები, მათ შორის გირგულიანის შემთხვევაში და სხვა საქმეების შემთხვევაში და არ ყავთ დაკითხული მურუსიძე და ის ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ უვადო მოსამართლეებს ქართული ოცნების პირობებში და რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით ძალადობდნენ სასამართლო პროცესებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. და ბოლოს ერთ შეკითხვა მექნება თორნიკე რიჟვაძის საქმე აუცილებლად გვერდს ვერაულით ამას დაახლოებით 2 წუთი დაგვრჩა თქვენი შეფასებით რა შეიძლება უკავშირდებოდეს ეს საქმე ბევრი საუბრობს იმაზე რომ აქამდე ქართულ ოცნებაში იყო შიდა დაპირისპირება და ეს უკვე ხილული გახდა ეს დაპირისპირება ანუ დაუდასტურებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ირაკლი ღარიბაშვილი ესე რომ ვთქვათ განყედებულად დააყენეს და მასთან ერთად მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები ცალკე აღმოჩნდა და მეორე მხარეს არის მართლი პარტიის სხვა დანარჩენი ნაწილი. შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს ეს საქმე აი ამ ამბავს. ნუ პირველ რიგში მე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს ადამიანურად ეს არის უდიდესი ტრაგედია. რაც შეეხება ვერსიებს, რა თქმა უნდა, რამოდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ჩვენ ვხედავთ და მთავარი არის ეს აქ ამ შემთხვევაში. ვხედავთ, რომ ოცნების კლანურ დაპირისპირებების გარდა ჩვენ ხალხს აყურებინებენ მათივე მოპარული ფულის განაწილების პროცესებს, რომელსაც კრიმინალური გარჩევებით ახდენენ, იმიტომ რომ ეს ფული გახლავთ ჩვენი ხალხისგან მოპარული ფული, აქ არის განაწილება, ვინ რამდენს დააბრუნებს, ვინ რამდენს ჩაიტანს. აი ეს არის ეს პროცესი არის უბინძურესი პროცესი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ეს სააშკარაოზე გამოიტანა, იმის გარდა რომ მოპარა ხალხს ფული, ახლა უკვე გვაყურებინებს იმას თუ როგორ ანაწილებს ჩვენივე გადასახადებით მიერ შედგენილ ფულს. აქედან გამომდინარე, ეს არის უმძიმესი პროცესი, ეს არის კრიმინალური გარჩევების ფაქტიურად ეს სააშკარაოზე გამოტანა და იმ კლანურ ბრძოლებს, რომლებსაც ჩვენ ხედავდით ოცნების რიგებში, ახლა უკვე დაემატა კრიმინალური გარჩევები და ეს არის სწორედ ქართული ოცნების კორუმპირებულობის დადასტურება, იმიტომ რომ ხედავთ, რომ აი ეს გარჩევები მოდის ზუსტად იქიდან, რომ აი კორუფციაში არის ქართული ოცნება დღესდღეობით ჩაფლული, ძალადობს თავის მოსახლეობაზე და პარავს ჩვენს ხალხს ფულს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ, რომ ნიუსრუმის მეორე ბლოკის სტუმარი იყო პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი დადახვედელიანი და ამით დღევანდელი დღის ნიუსრუმი დასრულებულია. პალტრა ნიუსის ეთერს ამჯერად უკვე 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვებით ნინი დავითაძე გააგრძელებს, მე კი საღამომდე გემშვიდობით დროებით.